გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. გამარჯობა, მეგი მასწავლებელო. მეგი, სალამი. ბავშვებო, მოგესალმებით. ბეგო, რა მოგივიდა? მოწყენილი რატომ ხარ? ხომ მშვიდობა გაქვს, ბეგო? არ ვიცი, მშვიდობა არის, მაგრამ მამიკოზე ვარ გაბრაზებული. მამიკოზე? რატომ? საინტერესოა. რა მოხდა? რატომ მეგი მასწავლებელო და უფლებას არ მაძლევს რა ის რომ არის კედელზე ესეთი თეთრი მრგვალი რაღაცა ორი ესეთი ნახრეთით იმაში რომ ჩართვა ის რაც დენზე მუშაობს ორი ესეთი პატარა რკინი ჯოხით. ბეგო, რას ამბობ? მოიცა, მოდი ეს ყველაფერი ცოტა გასაგებიენით ჩამოვაყალიბოთ. გასაგებიენით? როგორ? როგორც შენ ამბობ, კედელზე დამაგრებულ რაღაც მრგვალს, რომელსაც ორი ნახრეთი აქვს, ეწოდება შტეფსელი. შტეფსელი. დენზე, ანუ ელექტროენერგიაზე რაც მუშაობს, იმას ელექტრომოწყობილობა ქვია. ელექტრომოწყობილობა, გასაგებია. ასეა. ელექტრომოწყობილობა შტეფსელს ელექტროჩანგლით უკავშირდება. ელექტროჩანგალი, ბეგი, გაიგებ, ელექტროჩანგალი. უნდა დავიმახსოვროთ ეს სიტყვები. ერთი წუთით ბეგი, ესე იგი, შტეფსელი, ელექტრომოწყობილობა და ელექტროჩანგალი. მოდით ახლა მეგი მასწავლებელო ამას ყველაფერს თავიდან ჩამოგიყალიბებთ. კეთილი, მოგისმენთ, აბა. ესე იგი, მეგი მასწავლებელო, მამიკო არ მაძლევს უფლებას, რომ შტეფსელში ელექტრომოწყობილობა ელექტროჩანგლით დავაკავშირო. ერთი წუთით რაღაცა გამოხსენდა, კიდევ ვიცინდრის უფლებას არ მაძლევს, რომ გადამწვარი ნათურა რომ გამოვცვალო. მამიკო რა. ბეგო, მინდა გითხრა, რომ შენი მამიკო ძალიანაც სწორად იქცევა. მეგი მასწავლებელო, ამას მე როგორ მეუბნები და უკარგით რა. ბეგო, აქ საწყენი არაფერია. უბრალოდ მამიკოს უნდა შენ ხიფათისგან დაგიცვას. მეგი მასწავლებელო, რა ხიფათზეა ლაპარაკი? შტეფსელში იმდენ რაღაცას აერთებენ, პატარა მოწყობილობებსაც კი, ტელეფონს, პლანშეტს, კომპიუტერს და მე, ბეგი, შემოხედა, მე ამხელა პერსონაჟ ბეგოს რა უნდა დამემართოს, კარგით რა. მართალი ხარ, ბეგო, ისე მართლაც მეგი მასწავლებელო, რა უნდა დაემართოს ახლა ამხელა ბეჰემოთ ბეგოს. ბეგო და ბეგი. ახლა შევეცდები, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად აგიხსნათ. საკმაოდ მარტივად? ისმენთ. დიახ. თქვენ ალბათ იცით, ბინაში წყალი როგორ მოგვეწოდება, ხო? რა თქმა უნდა, მეგი მასწავლებელო, ეს ხო მარტივია. წყლის მილებით. სწორია. და წყალი რომ წამოვიდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ და ონკანი უნდა მოვუშვათ. ეს ხო მარტივია, მეგი მასწავლებელო. გინდა წყალი მოუშვა, ონკანი უნდა მოუშვა, არ გინდა არ მოუშვა. ძალიან მარტივია ყველაფერი. მართალია, ბეგო და ბეგი. ბინაში ელექტროენერგიის მიღება ანალოგიურად ხდება. იმ განსხვავებით, რომ ონკანის მოშვების ნაცვლად შუქის ასანთებად ჩვენ ელექტროჩამრთველს ვთავთ. ბეგი, ელექტროჩამრთველს, ხო ვიცი. სინათლე რო გიდაანთულდა ესეთი ხილაკიროა რომ უნდა დავაჭირო. მივაჭერთ და აინთება. ზუსტად ასეა. ან შტეფსელში ელექტრომოწყობილობას ვაერთებთ. ელექტრომოწყობილობას ვაერთებთ. გასაგებია. თან ვიმახსოვრებთ მეგი მასწავლებელი. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის წყლისგან განსხვავებით მილებში კი არა, ელექტროსადენებში მოძრაობს. ელექტროსადენებში, გაიგე ბეგი, ელექტროსადენებში. საინტერესოა გისვათ მეგი მასწავლებელო. მაგრამ ბეგო და ბეგი, გახსოვდეთ, სანამ ელექტროენერგია ჩვენამდე მოაღწევს, მას საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი. დიდი გზა? მაინც რამხელა გზა. მანქანით ხომ არ უნდა წამოვიდეს მეგი მასწავლებლო. ელექტროენერგია უზარმაზარ ელექტროსადგურებში გამომუშავდება. უზარმაზარ ელექტროსადგურებში. რა საინტერესოა. მე გააგრძელეთ რა. ახლა შემდეგ ის
დიდ ელექტრობოთზე არსებულ სქელსადენებს უკავშირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის ჩვენს ბინაში უფრო წვრილი სადენებით. საინტერესოა, ბეგი, წვრილი სადენებით. ბეკო, მე ეს ყველაფერი კი არ ვიცოდი. არც მე არ ვიცოდი. ბეკო და ბეგი მოემზადეთ. ახლა მე გეტყვით ყველაზე მთავარს. აბა გისმენთ. გელოდებით. წყლისგან განსხვავებით, ელექტროენერგიასთან ჩვენი პირდაპირი შეხება სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. ძალიან სახიფათოა. და მე გიმასწავლებელო, აი ამ პირდაპირ შეხებაში რას გულისხმობ? საინტერესოა. ახლავე აგიხსნით. შტეფსელი, ელექტროჩანგალი, სადენი თუ საერთოდ ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა დამცავი ზედაპირით არის დაფარული. დამცავი ზედაპირით რა მაგარია ბეგი? დამცავი ზედაპირით, რომელიც ჩვენ ელექტროენერგიის, ანუ დენის დარტყმისაგან გვიცავს. რა საინტერესოა, ბეკო. ძალიან საინტერესოა მართლა. მათთან შეხება ჩვენთვის სრულიად უსაფრთხოა. მაგრამ თუ ის ზედაპირი დაზიანდა, აი მაშინ ელექტროენერგიასთან ჩვენი შეხება ძალიან საშიში ხდება. გასაგებია. ბეგი, ნახე, ახლა მივხვდი, რატომ არის რომ ჩემი მამიკო ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობას მიშლის. გავიგე, მე გიმასწავლებელო. ასეა ბეკო, მამიკოს უნდა რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იყოს. გავიგე, მე გიმასწავლებელო და ერთ რაღაცას დავამატებ. მე როცა შვილი მეყოლება, აი ჩემი მამიკოსავით მოვიქცევი. მეც ბეკო, აი მეც ასე მოვიქცევი. ძალიან მიხარია ამის მოსმენა. ახლა კი მოდი ჩვენ გაკვეთილს დავუბრუნდეთ. ახალი ასობგერა ხომ უნდა ვისწავლოთ? აუცილებლად მე გიმასწავლებელო. ჩვენ ყურადღებით ველოდებით ახალ გამოცანა ლექს. ძალიან კარგი. აბა მისმინეთ, ერთ მინიშნებას მოგცემთ. პასუხი იმ თემასთან, რომელზეც საუბრობდით, ძალიან ახლოს დგას. საინტერესოა რა უნდა იყოს. ლამაზად და კოხტად ჩაცმას, ვინც რაღაც დროს უთმობს, მას საკმაოდ ხშირად უწევს დენში ჩართოს. ესა ბეკო, მახსოვს რა ქვია? იცი რა, მახსოვს, მოიწევდა. უთო. მართალია, ოჩახ ბეკო და ბეკი. რა თქმა უნდა, უთო. ძალიან კარგი. ბეკო. აბა. ნახე, ჩახედე პლანშეტს. გამოჩნდა უთო და მის დაბლა წარწერად წერია. უთო! ყოჩახ ბეკი. გიხაროდეს ბეკო, დღეს კიდევ ერთი ხმოვანი უნდა შევისწავლოთ. ბეგი, უნდა მიხაროდეს, მაგრამ საერთოდ არ მიხარია პირიქით, აი ძალიან მოვიწყინე. რატომ ბეკო? ბეგი, ეს ხომ ბოლო ხმოვანია. წარმოიდგინე, მეტი ხმოვანი არ მელოდება. არა, ეს ბოლოა. კარგი რა, ბეკო, კარგი რა. შენ ჩემი არ გესმის, ბეგი? აი არ გესმის რა. ნახე რა, მე ხო ძალიან მიყვარს ხმოვნები და დღეს ბოლო ხმოვანია, რა მეშველება. ბეკო, კარგი, ნუ მოიწყე. ვაი. მე ვფიქრობ, შენ სათანადოდ ვერ აფასებ ჩვენს თანხმოვნებს. მეც ასე ვფიქრობ, მე გიმასწავლებელო. ჩვენ წინ არაჩვეულებრივი 25 ასობგერა და ამდენივე ძალიან მხიარული სიმღერა და ანიმაცია გველოდება. გასაგებია, მე გიმასწავლებელო. კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ. ხუთივე ხმოვანი რადგან გვეწოდინება, მაშინ სიტყვების შედგენაც უფრო გაგვიმარტივდება. რა თქმა უნდა, ბეკო, ხედავ, რამდენი კარგი ამბავი გვაქვს? ასე რომ, გაიღიმე ბეკო, ყველაფერი კარგადა. ვიღიმები, აი ასე. კარგი. ახლა მითხარი, რა ვიცით უთოს შესახებ? აბა? მე ვიტყვი მე გიმასწავლებელო. გისმენ ბეკი. იმისთვის რომ ტანსაცმელი გავაუთავოთ, უთო უნდა გაცხელდეს, რისთვისაც მას დენში აერთებენ. შვენიერია ყოჩახ. ისე, სხვათა შორის მე გიმასწავლებელო, მე ჩემი დედიკოც მიშლის უთოსთან შეხებას. მეუბნება ჯერ ამისთვის ძალიან პატარა ხარო. მერე ხომ არ გწვის ბეკი? არა, არ მწყის. დენში ჩართული ოთახო ძალიან ცხელია რა.
აი საკმარისია ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება სერიოზული ზიანიც მოგვაყენოს. მართალი ხარ ბეგი. აი როცა ცოტა წამოიზრდები, მე უკვე შეძლებ დედიკოს დაეხმარო ხოლმე უთოობაში. აუცილებლად მეგიმასწავლებელო. აუ, მეგიმასწავლებელო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. გისმენ ბეგო? რამდენი ხანია, რაც ელექტროენერგიას ბინებში იყენებენ? საინტერესო კითხვა. ახლავე გეტყვი. 100 წელიწადზე მეტია ბეგო. და 100 წლის წინ ხალხი დაკუჭული ტანსაცმლი დადიოდა? არა ბეგო. უბრალოდ დენის მაგივრად სხვა საშუალებებს იყენებდნენ ხოლმე მათ დასაუთოებლად. სხვა საშუალებებში რას გულისხმობთ მეგიმასწავლებელო? ეს როგორ მეგიმასწავლებელო? იცით რა, გაკვეთილი სახსნა რომ მოვასწროთ, მოდი ერთ-ერთ ხერხს გეტყვით მხოლოდ. მაგალითად უთოს გაცხელების მიზნით მას გავარვარებულ ღუმელში ათავსებდნენ ხოლმე. გასაგებია და ასე ცხელდებოდა უთო ელექტროენერგია როცა არ იყო. გასაგებია მეგიმასწავლებელო. აუ ბეგო, ახლა დავფიქრდი და აი დღევანდელი გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესოა, არა? აუ, ნამდვილად ბეგი, მეც აი ძალიან მომწონს. დიახ. ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონათ ბეგო და ბეგი. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ იწერება ასობგერა უ. ვნახოთ. აბა, ჩახედეთ პლანშეტს. აბა. ყურადღება. აი, ასე. აუ, მეგიმასწავლებელო, ახლა მე ჩვენი მუზეუმის ასობგერებს ვუყურებ, აი ამბანის ასობგერებს და რაღაცნაირად ყველასგან არის განსხვავებული, აი თქვენც რო დაწერეთ რაღაც სხვანაირად დაიწერა, რაღაცნაირად სხვანაირია. ნამდვილად ბეგო. მოდი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, კარგი? აბა. აბა ჩავხდით. დააკვირდით კარგად? დიახ. აი, ასე. ბეგი მართალი ვარ, არა ხო სხვანაირია? მართალი ხარ ბეგო. მართლაც განსხვავებულია. ახლა კი დროა ვნახოთ ანიმაცია უთოზე. აბა, მოვემზადოთ. საინტერესოა. აბა. თუ გინდათ ყოველთვის ლამაზად იყოთ ჩაცმული უთო გჭირდებით დენში რომ ვიყო ჩართული გაგი უთოვებთ კაბა იყოს გინდ შარვალი ხოლოდ არ დამწვათ ჩემთვის ეს არის მთავარი მე ვარ უთო მე ვარ უთო მე ვარ უთო მე ვარ უთო მეგიმასწავლებელო, ანიმაცია ძალიან კარგი იყო. სიმღერაც, შვენიერია, ყველაფერი ძალიან კარგი იყო და დღევანდელ დღეს უნდა ვთქვა, რომ არის რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან გამორჩეული. რას გულისხმობ ბეგო? მეგიმასწავლებელო, დღევანდელ დღეს მე ჩემს მშობლებს უფრო მეტად დავუჯერებ. მართალი ხარ ბეგო, მე ზუსტად ასე მოვიქცევი. აუცილებლად. ძალიან მიხარია თქვენგან ამის მოსმენა. მაგრამ ბეგო და ბეგი, სამწუხაროდ დღეს ჩვენ სიტყვების მოფიქრების დრო აღარ დაგვრჩა. მეგიმასწავლებელო, ხო გახსოვთ ერთხელ როგორ გავაკეთეთ, აი გადაცემაში ვერ მოვასწარით ასე სიტყვების მოფიქრება და მე და ბეგიმ შემდეგ გადაცემაში მოვიფიქრეთ. იცით რა, აი საშინაო დავალება მოგვეცით და მოვიფიქრეთ. სიამოვნებით გავაკეთეთ მეგიმასწავლებელო. მართლა? აბარა. ძალიან კარგი. მაშინ მოდი ჩვენ საყვარელ ბავშვებსაც ვთხოვოთ, მათაც მოიფიქრონ სიტყვები, სადაც გვხვდება ახალი ასობგერა აუცილებლად მოიფიქრებ. აი, ბეგი ნახე, აუცილებლად. შესანიშნავია. ძალიან კარგი. ბავშვებო, თქვენ არ მოიწყინოთ, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი გადაცემით. თქვენ კი ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჩი, სადაც ირაკლის აწყობილი ონლაინ თამაშები გელოდებათ. შენიერი, აბა კარგად იყავით ბავშვებო. ბედნიერად! მომავალ შეხვედრამდე
ცოდნის ღიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეკი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სად ეშვება მზე სად ეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებიც გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია